სოფის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი ქვისცვენის საწინააღმდეგო და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი სიტუაციის გასაცნობად ადგილზე ჩავიდა. უწყება ქვისცვენის შესაჩერებლად კლდეზე სპეციალური დამცავი ბადის, სანაპიროს მთელ სიგრძეზე ქვანაყარი ბერმისა და 8500 ერთეული 10 ტონიანი ტეტრაპოდის მოწყობას ახორციელებს. ეს არის გზა, რომელზეც დღე-ღამეში 15000 მანქანა მოგზაურობს. ეს არის პრაქტიკულად უმოკლესი გზა თურქეთის გავლით ევროპიდან სამხრეთ კავკასიასა და აზიაში მიმავალი მანქანებისთვის. ძლიერი შტორმების შედეგად დაზიანდა გზის ქვედა მონაკვეთი, აგრეთვე ფერდობებიდან ქვისცვენის საშიშროება იყო, რომელიც საფრთხეებიდან გზავრებს. ყველა ამ სამუშაოს დასრულების შედეგად მსგავსი საფრთხეები აღარ იქნება. აწლეულების განმავლობაში პრობლემა იყო გზის სავალი ნაწილის მოწესრიგება, ყოველთვის იყო დაზიანებები, ყოველი გაზაფხული თუ შემოდგომა იყო საშიშროება. პარიატის არხის მონაკვეთზე დაიხარჯება დაახლოებით 35 მილიონი ლარი. ეს პროექტი გულისხმობს გზის გამაგრებით სამუშაოებს.